ესაა მეშვიდე კვირა ჩემი 6 თვიანი ტრანსფორმაციიდან და ამ კვირაში დაკლების ნაცვლად პირიქით მოვემატე და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მეზარება დღეს ასლომა რა ხდიდი ქეიში. პირველ რიგში ივიკოს წასვლამ ცოტათი სისტემიდან ამომაგდა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში არიან სუპერ ტრენერები, ივიკო მუდმივად ბრუტალურად და ცივსისხლიანად მაძალებდა ვარჯიშს. შინაგანად ჯერ კიდევ არ მისწორდება ეს რუტინა. ამიტომ ივიკოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამაძალოს მაშინაც კი როცა წუწუნებ და ვცდილობ 1-2 მისვლით ნაკლები გავაკეთო. დავაი კაკო! Let's go! მე არ ვარ ფიტნეს გურუ 10 წლიანი გამოცდილებით. დღის ბოლოს ჩვეულებრივი ზარმაცი ტიპი ვარ, რომელსაც უნდა ფორმაში ჩადგეს. და ზუსტად იმიტომ, რომ სიზარმაცეს ბოლომდე არ დავნებდი, ამისთვის მაქვს სასჯელი. ან ჩავდგები 6 თვეში ფორმაში, ან YouTube-ს დავტოვებ. რაც თეორიულად მაფიქრებინებს, რომ აუცილებლად უნდა ვივარჯიშო, თუმცა პრაქტიკაში ყოველთვის ასე არ ხდება. და ეს მახსოვს იქამდე, სანამ დილის 9 საათი მოვა და თბილი ლოგინიდან დარბაზში უნდა წავიდე. ამიტომაც ივიკოს არ ყოფნის და ჩემი სიზარმაცის ფონზე ეს კვირა ვიხალტურე. არც დარბაზში ყოფილ ვარ დიდად და კვების რაციონსაც არ მივყვები. ჩვენ გვაქვს ორი. ფსიქოლოგო სანდრო. დიდ ბოდიშს მოვითხოვთ ჩვენგან. ხანდახან სანდროსაც არ უზიარებ რაჭა და ისევ იქცევი თითქოს ყველაფერი იგზია და აქაც საკმაოდ უპასუხისმგებლოდ გამოდის. თუმცა სასწორზე ციფრებს ვერ გავეცე. ყველა საინტერესო ისაა, რომ ამ უპასუხისმგებლობებს სანდრო ამრილსით გაიგებს. თუმცა ეს გამოწვევები ჩემთვის მოსალოდნელი იყო. ამბავი ისაა, რამდენად მივცემ ამ გამოწვევებს უფლებას მთელი პროცესი ჩაართოს. მოკლედ ვიმედოვნებ, რომ მომდენო კვირა უკეთესი იქნება. მით უმეტეს, რომ ყველა მხრიდან განსაკუთრებულ ხარდაჭერას გრძნობ და მადლობა ამისთვის.